არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი მარტივად წასაკითხ ფორმატში, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. გზამკვლევი პირველად შეიქმნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის CESCO-ს მიერ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის IFES-ის ფინანსური მხარდაჭერით. CESCO-ში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფისა და საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს ზოგიერთი წევრის ჩართულობით. მიმდინარე წელს გზამკვლევი განახლდა CESCO-ს მიერ 2025 წლის 4 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების თავისებურებების გათვალისწინებით. გზამკვლევი შემუშავებულია მარტივად წასაკითხ ფორმატში ევროპული სტანდარტების შესაბამისად. გზამკვლევის მიზანია მხარდაჭერის საჭიროების მქონე პირებისათვის არჩევნების შესახებ ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფა და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობა. ასევე, გზამკვლევის შესაძლოა გამოყენებული იქნეს ყველა იმ პირის მიერ, რომელთაც სურთ ინფორმაციის მარტივად წასაკითხ ფორმატში მიღება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. მისამართი: საქართველო, თბილისი. ლევან ფირცხელიანის ქუჩა, ნომერი 7. ტელეფონი 022 2 51 00 51. ვებგვერდი cesco.g. რა არის არჩევნები? არჩევნებზე შენაძლევ ხმას პარტიას ან ადამიანს, რომელმაც გინდა მართოს ქვეყანა. ხმის მიცემა შენი უფლებაა. არჩევნებში გამარჯვებული პარტია ან ადამიანი მართავს იმ ქვეყანას, ქალაქს ან სოფელს, სადაც შენ ცხოვრობ. პარტია არის ადამიანების ჯგუფი ერთნაირი აზრებით. ყველა პარტიას აქვს თავისი სახელი და ნომერი. როგორი არჩევნები არსებობს? პარლამენტის არჩევნების დროს ადამიანები ირჩევენ პარლამენტის წევრებს. პარლამენტის წევრებს ჰქვიათ პარლამენტარები. პარლამენტი არის ადგილი, სადაც იღებენ კანონებს, ფიქრობენ და საუბრობენ, როგორ განვითარდეს ქვეყანა. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების დროს შენ ირჩევ მერს ან საკრებულოს წევრს. არჩეული მერი და საკრებულოს წევრი არიან ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ შენ ქალაქზე და სოფელზე. რეფერენდუმი და პლებისციტი არის საქართველოს მოქალაქეების გამოკითხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. რეფერენდუმისა და პლებისციტის დროს შენ გეკითხებიან აზრს ქვეყანაში არსებული პრობლემის ან მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ. ვის შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა? შენ შეგიძლია არჩევნებში მონაწილეობა თუ ხარ 18 წლის ან 18-ზე მეტი წლის. გაქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა. როგორ გაიგო, როდის არის არჩევნების დღე? ჰკითხე ოჯახის წევრებს, მეგობრებს ან ახლობლებს. შეგიძლია გვკითხო ჩვენ, დაგვირეკე ნომერზე, მობილურით 022 2 51 00 51. ტელეფონით 2 51 00 51. სად უნდა მიხვიდე ხმის მისაცემად? ხმის მისაცემად შენ უნდა მიხვიდე საარჩევნო უბანზე. საარჩევნო უბანი არის ოთახი, სადაც შენ უნდა შეხვიდე ხმის მისაცემად. საარჩევნო უბანი შეიძლება იყოს სკოლაში, საბავშვო ბაღში ან სხვა შენობაში. არჩევნების დღემდე სახლში მოგიტანენ შენს ამომრჩევლის ბარათს. ამომრჩევლის ბარათი არის ფურცელი, სადაც წერია შენი საარჩევნო უბნის ნომერი, მისამართი და არჩევნების დღე. თუ ამომრჩევლის ბარათი არ მიგიღია ან დაკარგე, შენი საარჩევნო უბნის პოვნა შეგიძლია აქ voters.cc.gov.g. დახმარებისთვის დაგვირეკე ნომერზე, მობილურით 022 2 51 00 51. ტელეფონით 2 51 00 51. როგორ გადაწყვიტო, ვის მისცე ხმა? ტელევიზიისა და ოჯახის წევრების დახმარებით გაიგე არჩევნებში მონაწილე ადამიანებისა და პარტიების შესახებ. თავად შეარჩიე ერთი ადამიანი ან ერთი პარტია, რომელიც შენი აზრით შენს ცხოვრებას უკეთეს გახდის. არჩევნებზე უნდა გააფერადო შენთვის სასურველი ერთი ადამიანის ან ერთი პარტიის წინ არსებული წრე. არჩევნების დღე. ხმის მიცემა იწყება დილის 8 საათზე. ხმის მიცემა სრულდება საღამოს 8 საათზე.
ხმის მისაცემად უნდა მეხვიდეს საარჩევნო უბანზე. ხმის მისაცემად აუცილებელია თან გქონდეს შენი პირადობის მოწმობა ან პასპორტი. პირადობის მოწმობის ან პასპორტის გარეშე არჩევნებში ვერ მიიღებ მონაწილეობას. ვინ შეიძლება იყოს საარჩევნო უბნის ოთახში? საარჩევნო უბნის ოთახში არიან სხვა ადამიანებიც, მაგალითად ამომრჩევლები და კომისიის წევრები. კომისიის წევრები არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ საარჩევნო უბანში. კომისიის წევრებს აცვიათ მწვანე ფერის ფორმა. ამომრჩეველი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ხმის მიცემა. როგორ მისცე ხმა? მიდი საარჩევნო უბნის შესასვლელ კართან, სადაც დგას მწვანე ფორმიანი კომისიის წევრი. თუ საარჩევნო უბნის შესასვლელ კართან დაგხვდნენ სხვა ამომრჩევლებიც, დაელოდე შენს რიგს. კომისიის წევრი შეგიმოწმებს მარკირებას. კომისიის წევრი მარკირების შესამოწმებლად მარჯვენა ხელის ცერათითის ფრჩხილზე ფანარით დაგანათებს შუქს. კომისიის წევრი შეგიმოწმებს პირადობის მოწმობას ან პასპორტს. პირადობის მოწმობა და პასპორტი შეიცავს შენ შესახებ ინფორმაციას. ეცადე, პირადობის მოწმობა ან პასპორტი მხოლოდ რეგისტრატორს და კომისიის წევრს აჩვენო. მიდი რეგისტრატორთან. მიაწოდე პირადობის მოწმობა ან პასპორტი. თუ რეგისტრატორს მიაწოდებ პირადობის მოწმობას, რეგისტრატორი მას აპარატში გაატარებს. თუ რეგისტრატორს მიაწოდებ პასპორტს, რეგისტრატორი აპარატში შეიყვანს შენს პირად ნომერს. აპარატის ეკრანი დაადასტურებს, რომ პირადობის მოწმობა ან პასპორტი შენია. რეგისტრატორი გაგიკეთებს მარკირებას. მარკირებისას რეგისტრატორი მარჯვენა ხელის ცერათითის ფრჩხილზე დაგასხამს უფერო სითხეს. მარკირების სითხე არის უვნებელი. აპარატიდან ამოიბეჭდება ქვითარი. ქვითარი არის ფურცელი, რომელიც ადასტურებს, რომ შენ ნამდვილად იყავი არჩევნებზე. შენ უნდა მოაწერო ხელი ქვითარზე. რეგისტრატორი ხელმოწერილ ქვითარს ჩააგდებს მაგიდაზე დადებულ პატარა ყუთში. რეგისტრატორი მოგცემს საარჩევნო ბიულეტენსა და ჩარჩო კონვერტს. საარჩევნო ბიულეტენი არის ფურცელი, რომელზეც წერია არჩევნებში მონაწილე ადამიანების და პარტიების სახელები და ნომრები. საარჩევნო ბიულეტენი დაყოფილია 3 სვეტად. პირველ სვეტში წერია საკრებულოში ასარჩევი პარტიები, მეორეში მერად ასარჩევი ადამიანები, მესამეში საკრებულოს წევრად ასარჩევი ადამიანები. ჩარჩო კონვერტი არის 2-რად გადაკეცილი ფურცელი, რომელშიც იდება საარჩევნო ბიულეტენი გაფერადებული წრის დასაფარად. რეგისტრატორი მოგცემს შავი ფერის კალამს და აგიხსნის, როგორ გააფერადო წრე. გასაფერადებელი წრე საარჩევნო ბიულეტენზე ასარჩევი ადამიანებისა და პარტიების წინხატია. მიდი ხმის მიცემის კაბინასთან. რა უნდა გააკეთო ხმის მიცემის კაბინაში? შედი ხმის მიცემის კაბინაში. ხმის მიცემის კაბინაში მაგიდაზე დადე საარჩევნო ბიულეტენი. საარჩევნო ბიულეტენში იპოვე იმ ადამიანის ან პარტიის სახელი, რომელმაც გსურს, რომ გაიმარჯვოს არჩევნებში. გააფერადე წრე, რომელიც შენთვის სასურველი ადამიანის ან პარტიის სახელის წინხატია. ერთ საარჩევნო ბიულეტენზე ერთ სვეტში გააფერადე მხოლოდ ერთი წრე. თუ საარჩევნო ბიულეტენზე წრის გაფერადების დროს დახმარება გჭირდება, სთხოვე სხვა ამომრჩეველს, ან თუ გყავს სასამართლოს მიერ დანიშნული მხარდამჭერი, სთხოვე მხარდამჭერ პირს. საარჩევნო ბიულეტენი ჩადე ჩარჩო კონვერტის ფურცლებს შორის ისე, რომ სხვამ ვერ დაინახოს გაფერადებული წრე. გამოდი ხმის მიცემის კაბინიდან. დაიმახსოვრე, არავის აქვს უფლება გითხრას, რომელი წრე გააფერადო. იცოდე, ხმის მიცემის კაბინაში ვერავინ ხედავს, რომელი წრე გააფერადე. შენ თავად წყვეტ, ეტყვი თუ არა სხვებს, ვინ აირჩიე. შენ უფლება გაქვს ეს ინფორმაცია საიდუმლოდ შეინახო. ხმის მიცემის კაბინაში არ შეიძლება ფოტოს და ვიდეოს გადაღება. სად უნდა მოათავსო შევსებული საარჩევნო ბიულეტენი? ხმის მიცემის კაბინიდან გამოსვლის შემდეგ მიდი საარჩევნო ყუთთან. ჩარჩო კონვერტი ამოატრიალე უკანა მხარეს, შეაცურე ჭრილი საფარის ქვეშ და საარჩევნო ბიულეტენი მოათავსე აპარატში.
თუ დახმარება დაგჭირდება, სთხოვე აპარატთან მდგომ კომისიის წევრს. ან თუ გყავს სასამართლოს მიერ დანიშნული მხარდამჭერი, სთხოვე მხარდამჭერ პირს. აპარატი დაგიდასტურებს შენი საარჩევნო ბიულეტენის მიღებას. გილოცავ, შენ დაასრულე ხმის მიცემა. ხმის მიცემის დასრულების შემდეგ უნდა გახვიდე საარჩევნო უბნის ოთახიდან. მადლობას გიხდით არჩევნებში მონაწილეობისთვის. სიტყვები, რომლებიც უნდა იცოდე. საქართველოს მოქალაქე, ადამიანი, რომელსაც აქვს მიღებული საქართველოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი, მხარდაჭერის მიმღები პირი, ადამიანი, რომელსაც მისი უფლებების დამოუკიდებლად განხორციელებისათვის დანიშნული ჰყავს მხარდაჭერის განმახორციელებელი პირი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, CESCO, ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ორგანიზებას უწევს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, პარტია, ადამიანთა ჯგუფი მსგავსი აზრებით და შეხედულებებით, მერი, ადამიანი, რომელიც ზრუნავს შენს ქალაქზე და სოფელზე, საკრებულო, ადამიანების ჯგუფი, რომელიც ზრუნავს შენს ქალაქზე და სოფელზე, ამომრჩეველი, ადამიანი, რომელსაც ხმის მიცემა შეუძლია, არჩევნების დღე, როცა ადამიანები ხმას აძლევენ სასურველ ადამიანს ან პარტიას, ხმის მიცემა, სასურველი ადამიანის ან პარტიის არჩევა, საარჩევნო უბანი, ადგილი, სადაც ადამიანები არჩევნების დღეს ხმის მისაცემად მიდიან, საარჩევნო ყუთი, სადაც ყრიან შევსებულ საარჩევნო ბიულეტენებს. გააქვს შეკითხვები, მოგწერე ან დაგვირეკე, ვებგვერდი cesco.g, Facebook გვერდი facebook.com/Central Election Commission of Georgia, მობილური 022 2 51 00 ტელეფონი 2 51 00 მისამართი ლევან ფირცხელიანის ქუჩა ნომერი 7, თბილისი, საქართველო 01 59